ეს სახლი შეიძლება ძალიან მაგარი და დიდი არ იყოს, მაგრამ ყოველშემთხვევაში ეს თქვენი სახლი. მაგრამ თქვენი სახლი საბოლოო ჯამში მაინც და შენი სახლიც არის რა თქმა უნდა ფესტი. მაგრამ ეს სახლიც უნდა დავიტოვოთ და უნდა ჩვენი სახლებში დავუვიდეთ ახლა შემაშორდაც. უბრალოდ ფოთში მაინც მე ვფიქრობ წყალდობას ბევრად მეტი შესაძლებლობა. ფოთში არის დღეს ყოველთვის ერთნაირად არის, მაგრამ პრინციპში პერსპექტივაში ეს არის 100%-იანი დასაქმების ქალაქი. რაღაცები იხურება ზოგჯერაც კიდევაც, მაგრამ ბევრი რაღაცა იხსნება. რაღაცები ზოგადად მცირდება, მაგრამ ბევრად მეტი ემატება სამუშაო ადგილები. ასე რომ ეს არის რა პერსპექტივა უნდა გაგიჩნდეთ რაღაცა შანსი რომ დასაქმე თქვენ სამუშაო. ხე ბატონო პრეზიდენტო, მსახურობის შარაგაუძალებში 98 წლიდან ხო, ვიცი. 2011 წლის 20 აგვისტომდე. და ხოდა მით უმეტეს ოფიცრებისთვის მე ვფიქრობ დემობილიზება ოფიცრებზე ჩვენ საერთო პროგრამა გვაქვს ასევე და ჯარისკაცებზე რომელიც და სერჟანტებზე რომელიც განსაკუთრებით ხელს უწყობს მათ დასაქმებას, მაგრამ და ფოთში ამის ეს პრობლემა პრინციპში არის ამის დაწესება. კი. სკოლაში ხარ გაბრაზები? კი. ეს რო აითვის უკვე ესე იგი წელს ესე გაგიჩნდა შენი სახლი და შენი კომპიუტერი. ეხლა მარტო გაგაკეთდეს. სწავლობს. დაბალ ციფრებს ბედნიერი. ამ ახალ ჭერქს.